გავიცნოთ ერთმანეთს უფრო ახლოს, ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით. ყველა თანასწორია, ერთად დავიცვათ ჩვენი უფლებები. მსგავსი ლოზუნგები დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია ყველასათვის და ტელეკომპანია მეცხრე არხის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით მათ ახალციხის ცენტრალური პარკიდან ქალაქში მსვლელობა მოაწყეს. აქციის მონაწილეებმა პირველი საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ოცნებიდან რეალობამდე წევრებთან ერთად ადგილობრივებს იასამნისფერი ლენტები და ორგანიზაციის ბუკლეტები გადასცეს. მათი განმარტებით ღონისძიების მთავარ მიზანს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვა წარმოადგენდა. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით მსგავსი აქცია საქართველოს დედაქალაქშიც გაიმართა. 14 ივნისს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე საქართველოში 1995 წლიდან აღინიშნება. ჩვენ ვაწყობთ ამ აქციას დღეს იმის გულისთვის, რომ ხალხს დავანახოთ, რომ არ არიან ის ადამიანები მარტო და უნდა იყვნენ ინტეგრირებულნი და უნდა გამოვიდნენ გარეთ და თქვენ თავიანთი სიტყვა. მინდა რომ უკეთესად დავანახოთ ის პრობლემები, რაც დგას ზოგადად ახალციხეში და მთლიან საქართველოში. კარგი იქნებოდა ამ ყველაფრით ადგილობრივ მთავრობაზე მაქვს საუბარი კონკრეტულად თუ დაინტერესდებოდა და ამ აქციას შეუერთდებოდა. საქართველოში არის 150,000-ზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. და მათი უფლება კიდევ მდგომარეობს ადაპტირებული გარემოს უფლებების ხელმისაწვდომობას საჯარო თუ არასაჯარო ობიექტებზე. უამრავი უფლება აქვთ მათ და დღეს ჩვენ გამოვუცხადეთ სოლიდარობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს. ჩვენი პატარა წვლილი გვინდა შევიტანოთ და ვიბრძოლოთ ყველამ ერთად მათი უფლებების დაცვისათვის. რა თქმა უნდა, ტელეკომპანია უერთდება ამ აქციას და ყველას ასე ვთქვათ, თხოვთ, მოუწოდებთ ჩვენი მოკრძალებული თხოვნა იქნება ეს, რომ მაქსიმალურად რაც შეიძლება ახლოს ვიყოთ ერთმანეთთან, გავიზიაროთ ერთმანეთის ინტერესები, გავითვალისწინოთ უბრალოდ ერთმანეთის ინტერესები და ამით მგონია, რომ უფრო მეტი საქმე გაკეთდება მათი მონაწილეობით. მთავარი ჩვენთვის ეს არის.